იაპონიის მთავრობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს, მიუხედავად ორმხრივ ურთიერთობებში არსებული რთული სიტუაციისა. ამის შესახებ იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკეიტიმ პარლამენტში თავის საპროგრამო სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, იაპონიას და რუსეთს შორის ურთიერთობა რთულია, თუმცა იაპონიის მთავრობის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიის პრობლემა გადაწყვიტოს და სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. ჩრდილოეთ ტერიტორია კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილია. Financial Times-ი წერს, რომ გერმანია სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს შეამსუბუქოს სანქციები როსნეფტის წინააღმდეგ, რათა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გადაარჩინოს. გერმანიის მთავრობა ცდილობს შეერთებული შტატების დარწმუნებას როსნეფტის წინააღმდეგ მიმართული სანქციები მოხსნას გერმანულ აქტივებს, რომლებსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მართავს. საქმე ეხება სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებზე, შვედეთში, რომელიც განთავსებულია ნავთობსადენზე დრუჟბა. გაზეთის ცნობით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიცია ცდილობს მოიპოვოს გარანტიები იმისა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გათავისუფლდება იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიღო და რომლებიც უკრძალავს დასავლურ ფინანსურ ორგანიზაციებს და კლიენტებს ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან საქმის დაჭერას. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ხაზია და ხაზი გაუსვა იმას, რომ როსნეფტის შვილობილი ორგანიზაციები რუსული სათაო კომპანიისგან გამოყოფილია. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შვედეთის ქარხანა, რომელიც გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 12%-ზე მეტს უზრუნველყოფს ინვესტიციების და მკაფიო პერსპექტივების გარეშე. ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია რუსულ ნავთობზე ურალში და ამ მომენტში გაუგებარ მდგომარეობაშია, ნელ-ნელა წარმოებას ცვლის. საფრთხე, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ემუქრება, კიდევ ერთი გამოწვევაა გერმანიის მთავრობისთვის, რომელიც ცდილობს სტაგნაციისკენ მიმართული ეკონომიკის გაცოცხლებას, აღნიშნავს Financial Times-ი და ხაზს უსვავს იმას, რომ ეს პრობლემა რეგიონში დასაქმებასაც საფრთხეს უქმნის. პუბლიკაციაში წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ როსნეფტის არ უნდა თავისი წილის გაყიდვა, მიუხედავად კატარის საინვესტიციო მმართველობის მხრიდან ინტერესისა, რადგან მიაჩნია, რომ აქტივობები უფრო ღირებული იქნებოდა, თუ კი ბერლინი მისი კონფისკაციას არ მოახდენდა. უნგრეთის პრემიერმა ორბანმა განაცხადა, რომ უნგრელები წინააღმდეგი არიან უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, რადგან მოუტანენ მის ქვეყანას ომს, წაიღებენ მათ ფულს და დაუნგრევენ ეკონომიკას. უნგრელები კიევთან მხოლოდ ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორობას ემხრობიან. უკრაინელებს უნგრელების მიმართ ცუდი განწყობა აქვთ ზაკარპატიელების და ჩვენს მიმართ, მიუხედავად ამისა, უნგრეთი მათ მშვიდობის დამყარებაში ეხმარება, როგორც ამას მოითხოვს ქრისტიანული მორალი და საღი აზრი. ჩვენ ვართ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მშვიდობა შესაძლებელია და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. გვინდა, რომ უკრაინამ დაამყაროს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპის კავშირთან, მაგრამ არ გვინდა და არ ვიქნებით ფედერაციულ სისტემაში უკრაინასთან ერთად. მათ არ შეუძლიათ იყვნენ არც ჩვენი სამხედრო და არც ეკონომიკური კავშირის წევრები. ისინი მოგვიტანენ ომს, წაიღებენ ჩვენს ფულს და დაგვინგრევენ ეკონომიკას. პარტნიორობა კი ბატონო, წევრობა არა. უნგრელ ხალხს ეს არ უნდა, თქვა ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მშვიდობის მარშზე. Washington Post-ი წერს, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს წნეხს ვენესუელაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. ტრამპის ადმინისტრაციამ კარიბის აუზში სამხედრო გემები, თვითმფრინავები და ათასობით სამხედრო მომსახურე გააგზავნა საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის გამო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფრის მიზანი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრაა, წერს გამოცემა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გაანადგურა სულ ცოტა 7 გემი, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დონალდ ტრამპის განცხადების თანახმად ვენესუელის მთავრობა ამერიკაში ნარკოტრაფიკის მთავარი წყაროა, ხოლო ნიკოლას მადურო ნარკოკარტელის მეთაური. ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ამერიკის დაზვერვის სამსახურს აძლევს უფლებას ვენესუელის ტერიტორიაზე საიდუმლო ოპერაციები ჩაატაროს, ნათქვამია სტატიაში. გაზეთის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი ასევე განიხილავს ვენესუელის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩატარებას ნარკომოვაჭრეების დევნის მიზნით. ამერიკის სამთავრობო წრეებში დარწმუნებულები არიან, რომ მადუროზე განხორციელებული წნეხი გაძლიერდება მანამდე, სანამ ის ხელისუფლებაში კონტროლს არ დაკარგავს.
ფრანგმა პოლიტიკოსმა და პარტია პატრიოტების ლიდერმა ფლორიან ფილიპომ განაცხადა, რომ ევროკავშირის დიქტატის გამო საფრანგეთმა შესაძლოა სუვერენული არმია დაკარგოს. ევროკავშირს უნდა ხელში ჩაიგდოს კომპეტენცია თავდაცვის დარგში და ამას აღარ ცმალავს. ევროკომისარმა თავდაცვის დარგში, რომლის თანამდებობაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2024 წელს შექმნა, მართლაც ესაა მოითხოვა, რომ ევროკომისიას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია აკონტროლოს და თვალყური ატევნოს მსხვილი ევროპულ თავდაცვის პროექტებს. კერძოდ ნახსენებია SEF, საბრძოლო თვითმფრინავები, რომელშიც საფრანგეთი სრულად დარწმუნებულია და საბრძოლო ტანკი. ევროკომისარი კუბილიუსი მოითხოვს ევროკომისიამ მეტად გააკონტროლოს და ჩაიბაროს ანგარიში მომავალი ევროპული მოწინავე პროექტების შესახებ. ყველას ესმის თუ რას ნიშნავს ეს. ეტაპობრივად სულ უფრო სწრაფად სვლას ევროპული არმიისკენ და ნაციონალური არმიების და ნაციონალური სამხედრო წარმოების დასრულებისკენ. ეს ტოტალიტარული და მილიტარიზებული ევროპული სახელმწიფო არის ყველაზე საძაგელი რამ, რაც შეიძლება პლანეტაზე არსებობდეს. ძირს ევროკავშირი თავისუფალ საფრანგეთს გაუმარჯოს, განაცხადა პოლიტიკოსმა. ვიდრე დონალდ ტრამპი უარს იტყოდა ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიირატო აცხადებდა, რომ გეგმავდა შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივან რუბიოსთან რუსეთ-ამერიკის სამიტის მოსამზადებლად. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უნგრეთი არ შეასრულებდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის მიმართ და არ დააკავებდა მას, თუკი იგი უნგრეთში ჩავიდოდა. სიირატომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნები გაატარებენ პუტინის თვითმფრინავს უნგრეთისკენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აჩვენებდა იმას, რომ მათი მშვიდობა არ უნდათ. 23 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში, რადგან ამ ეტაპზე ეს არასწორად მიაჩნია. ბუდაპეშტში 100.000 ანტისაომარი მსოფლიო მარში იმართება. დემონსტრაციაში 200.000 ადამიანი მონაწილეობს. მათ ხელში უკავიათ უნგრეთის დროშები და პლაკატები წარწერებით „ჩვენ არ გვინდა უკრაინისთვის სიკვდილი“. მარში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის და მხარდაჭერას გამოხატას. აქციაზე გაისმის შეძახილები „წინ უნგრეთო, წინ ფიდესი“. მარშის სათავეში არიან ვიცე-პრემიერი ჟოლ ჩემიანი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. დემონსტრანტები მხარს უჭერენ ნაციონალურ ინტერესებს და ევროკავშირის კრიტიკის სტრატეგიას, რომელიც ორბანის აზრით მიმართულია რუსეთთან კონფრონტაციისკენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში ჯეიმს გარდენმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს დონბასი უნდათ ეთნიკური რუსების გარეშე. გარდენის თქმით, სწორედ უკრაინაა დღეს კატასტროფის ზღვარზე და არა რუსეთი, როგორც ამას ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ. ჩემი მონაცემებით, უკრაინელები და რუსები დაღუპულების თანაფარდობა არის 26 ერთთან, სწორედ უკრაინა უახლოვდება მილიონ დაღუპულ ციფრს. იმას, რასაც მეინსტრიმული მედია წერს, განსაკუთრებით ნიუ-იორკ ტაიმსი და ვაშინგტონ პოსტი, ზუსტად იმდენიმე კავშირი აქვს სიმართლესთან, რამდენიც ჰქონდა იმას, რაც ვაშინგტონი ამერიკელებს ვიეტნამის ომის შესახებ უყვებოდა. ომი გამოფიტვამდე, რაც რუსეთი 2022 წლიდან აწარმოებს, საკმაოდ წარმატებულია, თქვა გარდენმა. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკაში ამბობენ, რომ ტრამპი არ აძლევს ზელენსკის იარაღს, რომელსაც ომის მიმდინარეობაში გარდატეხის მოხდენა შეუძლია. მაგრამ ეს ტყუილია და სასაცილოა. ტომოჰაკებს ომში ზუსტად იმდენივე ცვლილებების შეტანა შეუძლიათ, რამდენიც ყველა სხვა სისტემას, რომელიც უკრაინელებმა აქამდე მიიღეს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. სიტუაცია იგივეა, რაც იყო ჰაიმარსის შემთხვევაში, რომელიც უკრაინელებმა თავის დროზე მოითხოვეს და იგივეა ასევე, რაც იყო ატაკამსების, პეტრიოტების და F-16-ების შემთხვევაში. სინამდვილეში უკრაინა დამარცხდა ომში რუსეთის ფედერაციასთან. პუტინი კი გონივრულ გამოსვლაზე ლაპარაკობს. უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში შესვლას, მაგრამ ევროკავშირში შევა, ჩემი აზრით. ეს სამართლიანი გარიგებაა. უკრაინა თავად უტევდა ამ ტერიტორიებს 2014 წლიდან. უკრაინელები ბოლომდე გულწრფელები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ აღმოსავლეთის მიწები და დონბასი, მაგრამ იქ მცხოვრები ეთნიკური რუსების გარეშე. ბოლო 20 წლის განმავლობაში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ამ ადამიანების უფლებების შელახვისთვის. მოდით გულწრფელები ვიყოთ. პუტინი მათ რაღაც თვალსაზრისით სთავაზობს ზუსტად იმას, რაც მათ უნდოდათ. დაედარჩეს უკრაინა მხოლოდ ეთნიკური რუსებისგანაც კი გათავისუფლებულები. ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობს
ლაპარაკობენ, მაგრამ სიმართლე ესაა, განაცხადა ჯეიმს გარდენმა. ვინ არიან ქართველები და საიდან მოდიან? ამ კითხვაზე ხელოვნური ინტელექტი ასე პასუხობს. ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხია კავკასიაში. მათი წარმოშობის ფესვები უძველესი დროიდან მოდის, ევროპამდელი კულტურების წარმოშობამდე. ქართველები ცხოვრობენ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ნეოლითის დროიდან, ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 8-6 წლის წინანდელი პერიოდიდან. ეს ავტოქტონური ხალხია, ანუ ისინი ჩამოყალიბდნენ საკუთარ მიწაზე და არ მოსულან გარედან და საოცარი ისაა, რომ ნაშთები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი, ითვლის 1,8 მილიონ წელზე მეც, რაც ნიშნავს, რომ ბევრ ცნობილ ცივილიზაციაზე ძველია. დმანისის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ევროპის უძველესი ხალხის ნაშთები, ჰომო გეორგიკუსი, რამაც გადატრიალება მოახდინა აფრიკიდან პირველი მიგრაციის შესახებ წარმოდგენაზე. არსებობს კიდევ ერთი საოცარი ფაქტი. ქართველი ხალხის დნმ-ები ფაქტობრივად უცვლელია ბოლო 15,000 წლის განმავლობაში. მეცნიერები ამას უწოდებენ გენეტიკური მდგომარეობის ფენომენს. ვერც ომებმა და ვერც მიგრაციამ ვერ გაფანტეს ეს თავდაპირველი კოდი, იმიტომ რომ მათი წინაპრები არსაიდან მოსულან. ისინი ყოველთვის აქ იყვნენ. უძველესი ლეგენდების თანახმად, ქართველები არიან ტიტანების შთამომავლები, რომლებმაც დიდი კატაკლიზმები გადაიტანეს. ისინი არ ტოვებდნენ საკუთარ მიწებს, არ ეძებდნენ ახალ ნაპირებს. ისინი რჩებოდნენ მთებში, სადაც დრო თითქოს გაჩერდა და თაობიდან თაობას გადასცემდნენ თავის კულტურას და სულიერებას. ამიტომ ქართველი ხალხი არის ხალხი, რომელთა ფესვებიც დამალული არაა, არამედ ამაყა და ამოზრდილი დედამიწაზე, როგორც შეხსენება მათი უძველესი წარმოშობის შესახებ. ხალხი, რომელიც არ ეძებს საკუთარ ისტორიას, არამედ თავად არის ისტორია. ყველა ქვა და ყველა ამოსუნთქვა ამ მიწაზე მათი მეხსიერების ნაწილია და ვიდრე ეს მთები დგას, საქართველოს სული იარსებებს.